მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ვლოგით. დღევანდელ ვლოგში გადავიღეთ ჩემი ერთი საღამო, ანუ ჩემი ყოველდღიური საღამოს რუტინა. ამჯერად დალაგების რუტინაა და ჩემი ყოველი საღამო ასეთია პლუს მინუს, გარდა იმისა, რომ ამ დიდ სათამაშოებს მე არ ვალაგებ. ეს წესით გოჩას უნდა აელაგებინა, მოკლედ დღეს ჭკუიდან გადამიყვანა გაბრიელის სათამაშოებით თვითონ თამაშობს. არ ვიცი, რომ ამბობენ ბიჭები ძალიან გვიან იზრდებიან, მართალია. თითქმის 11 წლისაა და ამ გაბრიელის ჭოჭინით და ცხენით და რაღაცებით თამაშობს. იმის მაგივრად რომ აელაგებინა, იდგა და თამაშობდა და დახტუნაობდა აქეთ-იქით. ვინც მიცნობს პირადად, იცის რომ ძალიან მკაცრი ვარ ძილთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ბავშვმა ყველაზე ცოტა 9 საათი მაინც უნდა დაიძინოს და ყოველთვის ვაკონტროლებ ბავშვების ძილს. ახლა არის თითქმის 9:30, არ მგონია რომ 9:30 იყოს და ჩემს ბავშვებს ძინავთ უკვე. 8 იყო რომ გოჩა ჯერ არ იყო ლოგინში, თამაშობდა და მაგიტო გავუშვი რომ მეთქი წადი დასაძინებლად, ამ ყველაფერს მე ავალაგებ. იმის მაგივრად რომ სანამ მე ბავშვი ვაბანავე აელაგებინა, იდგა და თავისთვის თამაშობდა. გაბრიელსაც ვაძინებ 8 საათისკენ, ღამის ძილში მიმყავს, სადღაც 8:30-ზე ვიწყებთ და 8 საათისკენ უკვე სძინავს. ასევე ნიცაც მიდის დასაძინებლად, რადგან დილით ადრე ვდგებით და რა თქმა უნდა გოჩაც სკოლაში არიან წასასვლელები და 7 საათზე უკვე ავტობუსის გაჩერებასთან არიან, რადგან 7 საათზე უკვე ავტობუსი მოდის და მიჰყავს შემდეგ სკოლაში. პირველ რიგში გაგცემთ პასუხს ჭოჭინასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი აზრი წამოვა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ექიმი უარზეა ჭოჭინასთან დაკავშირებით, დავგუგლე და წავიკითხე თუ რატომ არიან უკმაყოფილოები. ზოგი ექიმი ამბობს, რომ ბავშვს ფეხები ეკრიხება, ზოგი ექიმი ამბობს, რომ ბავშვი ვერ სწავლობს შემდეგ გაკონტროლებას საკუთარი თავის, რადგან ჭოჭინით ძალიან სწრაფად გადაადგილდება და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორივე ბავშვი მყავს ჭოჭინაში გაზრდილი და მიყვარს ჭოჭინა, რა ვქნათ, ძალიან მიყვარს. გაბრიელისთვისაც შევიძინეთ, რა თქმა უნდა, ჭოჭინისთვის ჯერ პატარა. ამ ჭოჭინას აქვს ფუნქცია საქანელის და ჯერჯერობით ცოტა ხნით ვსვავთ ხოლმე, რომ იქანავოს. ძალიან ცოტა ხნით, ალბათ მთელი დღის მანძილზე სულ 4 წუთი თუ იჭდება, ან შეიძლება ნაკლებიც. რაც შეეხება საღამოს რუტინას, როგორც უკვე გითხარით, ყოველი საღამო ერთი და იგივეა. ვახშმობთ ხშირ შემთხვევაში ყველა ერთად, თუ არადა მე და ბავშვები. შემდეგ ნიცა ალაგებს მაგიდას, თუ ჭურჭლის სარიცხი მანქანა დასაცლელია, დაცლის და ჭუჭყიანს ჩააწყობს, თუ არადა პირდაპირ მიაქვს ყველაფერი სამზარეულოში და აბინავებს. გოჩა იღებს ამ სათამაშოებს, დიდ სათამაშოებს და ყოველთვის არ იღებს. თამაშობს ხშირ შემთხვევაში, შემდეგ ამ დროს მე პატარას ვაბანავებ, მიმყავს დასაძინებლად, ბავშვებიც მიდიან დასაძინებლად და მე ვიწყებ უკვე დალაგებას. დალაგებაში იგულისხმება ამ ზედმეტების აღება, ყველაფრის გასწორება, თავის ადგილზე დადება და რაც ყველაზე მთავარია, ვწმენდა იატაკს. საღამოს ვერ ვამტვერსასრუტებ, რადგან სძინავთ და ასეთი ჯოხით, სპეციალური მტვრის საწმენდით ვწმენდავ. ასე გამომაქვს ნაგავი და შემდეგ ვიწყებ უკვე იატაკის გაწმენდვას. რა
თქმა უნდა, მეორე დღეს ვამტვერს ასრუტებ ყველგან და როგორც იცით, საქმე არ ილევა. ეს კი არის გაკეთებული, მაგრამ შემდეგ ემატება და ემატება. იატაკს ვწმენდავ ყოველ საღამო მისაღებში, შემოსასვლელში, სააბაზანოში და სამზარეულოში. ეს არის ბაზა, სადაც ყოველთვის ვართ და ყოველთვის დავდივართ თითქმის მთელი დღის მანძილზე, თან პატარაც თითქმის მთელი დღის მანძილზე მისაღებ ოთახში დაბლაწევს, რადგან კოდრიალობს უკვე და უხარია. ხოლო დანარჩენ ოთახებში იატაკს ვწმენდავ კვირაში ორჯერ, ან თუ გამიმართლა და გაბრიელმა 10 წუთის მაგივრად 12 წუთი დაიძინა, მაშინ კვირაში 3ჯერ ვწმენდავ სხვა საძინებლებს, ოღონდ დღისით, ღამე არა. დავასრულე უკვე მისაღები ოთახი და გადავდივარ უკვე შემოსასვლელზე. შემოსასვლელიც ცხელი წერტილია და ყოველთვის ზედმეტები ალაგია აქ ზედ, მოკლედ ვისაც რა გაუხარდება იმას აწყობს. ახლა ვუყურებ და კადრში ამჯერად კიდევ ნორმალურია და სუფთა აქაურობა. სხვა დროს ყველაფერი აქდევს, საბუთები, ჩანთა, ხშირ შემთხვევაში ჩემი ჩანთა. დღეს არ ვიყავი გასული და ამიტომ ავადევს და არ ჩანს. გასაღებები, ბავშვების ბილეთები, ავტობუსის და ასე შემდეგ. შემდეგ ამ ყველაფერს ასე ვაბინავებ, თან სპეციალური სველი სალფეტკით ვწმენდავ. ეს არის ხსნარიანი სპეციალური სალფეტკი და ვწმენდავ შემდეგ იატაკს. ასე ვაკეთებ ყოველთვის, ერთ ოთახს მთლიანად დავალაგებ, მთლიანად გამოვწმენდავ, გადავდივარ სხვა ოთახზე, ისე რომ შემდეგ იმ ოთახში არ შევიდე. ასევე ყოველ საღამოს ვალაგებ სააბაზანოს, არ ვხეხავ, სიმართლეს გეტყვით, თავს არ ვიკლავ სააბაზანოს გახეხვით, უბრალოდ ბავშვის პატარა ვანას ვწმენდავ და შემდეგ ამ ხსნარიანი ტილოთი, რომლითაც ბავშვის სააბაზანო, უпростоრად ბავშვის ვანა გავწმინდე, შემდეგ გადავუსმევ ნიჟარას. ნიჟარაც შემდეგ დილით გასაწმენდია ისედაც, რადგან გოჩა ისე იხეხავს კბილებს, რომ მთლიანად სააბაზანო შემდეგ გასაწმენდია დილაობით. უბრალოდ ასე გადავუსმევ ყველგან შემდეგ ამ ტილოს და ისე გადავაგდებ. ეს არის ერთჯერადი ტილოები და მოკლედ რახან ერთჯერადია, ესე ყველგან მოვუსმევ, თან ვრეცხავ, თან ვუსმევ და შემდეგ ისე ვახდებ. მერე ასე შევყვები ხოლმე დალაგებას, უფრო ენერგიაც მემატება, როგორც სიტყვიან აზარტზე მოვდივარ და ყველაფრის დალაგება და დახეხვა მინდა. ჩემი ნება რო იყოს, შემდეგ გადავიდოდი უკვე საძინებლებზე, დავალაგებდი კარადებს, რომელებსაც დღის განმავლობაში ვერ ვალაგებ და უკვე რამოდენიმე ხანია კარადის გადახარისხება მინდა ჩემი ტანსაცმელების და დღეს ხვალ და ვერაფრით ვერ მივაღწიე. აქაც ახლა გამოვგვი, შემდეგ გავწმენდავ იატაკს და გადავალ უკვე სამზარეულოში. როგორც უკვე გითხარით, თითო ოთახს ვალაგებ, გამოვდივარ და შემდეგ აღარ ვბრუნდები, ამის გამო გავამზადე ტილო, გავრეცხე, შემდეგ სამზარეულოს გასაწმენდად და ასევე გავრეცხე ვედროც, რაშიც ვრეცხავდი ჩემს ტილოს. ახლა ვფიქრობ, რომ ვედრო არ არის ქართული სიტყვა და მე მგონი ვედრო ქართულად არის სათლი. თუ ვინმე მიცით დამიწერეთ, მე მგონი სათლია. კი. გადავიდეთ სამზარეულოში. დღეს მოვხარშე მაკარონი, რადგან ხვალ ვაპირებ მაკარონის სალათის მომზადებას და ერთად მოვამზადებთ, გაჩვენებთ ჩემს უსაყვარლეს მაკარონის სალათის რეცეპტს. აქაც მივალაგე, როგორც ნახეთ, პლიტაზე იყო ჯამჭურჭელი, ეს იყო სუფთა ჯამჭურჭელი. ჩემი თხოვნით ნიცამ დამიტოვა მანდ.
ესე იგი ყველაფერს იღებს და ხანსადდებს, არის ჭურჭელი, რომელიც არიდება, მაგალითად არის ტაფა, რომელიც არიდება ყველა ტაფასთან ერთად, ან არის ქვაბი, რომელსაც არ ვდებ ყველა ქვაბთან ერთად და ამიტომ შემდეგ ვეძებ. ნიცაც რო ხედავს, რომ ადგილი არ არის, მერე უკვე სხვაგან დებს და ასე ვეძებ შემდეგ ჭურჭელს და ვუთხარი, რომ თუ არ არის დარწმუნებული ეს ნივთი სად იდება, არ დადოს, უბრალოდ დამიდოს და შემდეგ მე თვითონ ავიღებ. აქაც თითქმის დავასრულებ, ბოლოს გადავწმენდავ ზემოდან სამზარეულოს, დავგვი და გავწმენდავ იატაკს, შემდეგ გადავიდეთ უკვე მაკარონის სალათის მომზადებაზე. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რაიმე რეცეპტი დავორთო ჩემს ვლოგს ან რაიმე სხვაც, რადგან ერთი და იგივე სულ მაგალითად ამ ვლოგში ახლა მხოლოდ დალაგება და მგონია რომ მოსაწყენია, ამიტომ ვცდილობ რომ კიდევ რაღაც დავუმატო, ამიტომ მეორე დღეს მომზადებული სალათის რეცეპტიც გადავიღე და გაგიზიარებ. როგორც ვიცი, საქართველოში დიდ პოპულარობით არსარგებლობს მაკარონის სალათა, ხოლო გერმანიაში არ ვიცი, ერთ-ერთი უსაყვარლესი სალათაა ეს მაკარონის სალათა და არც ერთი დაბადების დღე წვეულება თუ ფართი არ ჩაივლის მაკარონის რამოდენიმე ვარიაციის სალათა. ამჯერად მოვამზადე ორნაირი, ერთი მაიონეზით, ხოლო ერთი მაიონეზის გარეშე. უამრავი მაკარონის სალათის რეცეპტი არსებობს და ყველა ოჯახს თავისი რეცეპტი აქვს. ამის გამო ძალიან ხშირად დავა მიმდინარეობს სუფრებზე, ვისი მაკარონის სალათა უფრო გემრიელია და ვის შემორჩა ბებიის მაკარონის სალათა. ძალიან უყვართ მაკარონის სალათა და კარტოფილის სალათა. აი, კარტოფილის სალათას ცოტა ვერ გავუგე, აუცილებლად კიდევ რამოდენიმეჯერ მოვამზადებ და იქნებ მეც გამომივიდეს გემრიელი, თუ რა ვიცი, ალბათ შეიძლება მე არ მეგემრიელება, მაგრამ მაკარონის სალათა შემიყვარდა. მართლა აქამდე ალბათ არასწორად ვამზადებდი და ახლა უფრო ვისწავლე რამოდენიმე ინგრედიენტის დამატებით უფრო გემრიელი გამოდის. ჩემი მაკარონი გავყავი ორად, ერთს მოვამზადებ მაიონეზით, რადგან ნიცას არ უყვარს მაიონეზიანი და გოჩას უყვარს მაიონეზიანი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ასე ვამზადებ ორი ვარიაციით. მოკლედ, რაც სახლში გააქვთ ბოსტნეული, ყველაფერს შიგ ჩააჭრით, ამოურებთ და გამოდის იდეალური მაკარონის სალათა. ამჯერად ვამზადებ ახლა უბრალოდ მაიონეზის გარეშე მაკარონს, უკვე წინასწარ მოხარშულ მაკარონს და გაციებულს ვამატებ კიტრს, წვრილად დაჭრილს, ასევე პომიდორს, ხახვს და სალათის ფურცლებს. ასევე დღეს დავუმატე თუნას კონსერვი. შესაძლებელია ნებისმიერი ხორცის დამატება, ასევე შეგიძლიათ უხორცოთაც მოვამზადოთ, ან და ნებისმიერი ძეხვეულის დამატება. ასევე საჭიროა ზეთი, ნებისმიერი ზეთიც შეგიძლიათ დავუმატოთ, მე არ დავუმატე, რადგან ჩემი თუნა არის ზეთში და ვიფიქრე, რომ ზედმეტი იქნებოდა ზედმეტი ზეთი, ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით და რაც ყველაზე მთავარია, ლიმნის წვენი. ამ სალათაში საიდუმლო ინგრედიენტია გაწვრილი ლიმნის წვენი, მე გამოვიყენე ლაიმის წვენი, 2 სუფრის კოვზი და ეს სიმჟავე იდეალურად უხდება. გადავიდეთ მეორე სალათაზე. ამჯერად დაგვჭირდება მოხარშული სტაფილო, მოხარშული ბარდა, ერთი ხახვი და კიტრის მწნილი. ყველაფერს ვჭრით წვრილად, შემდეგ გადაგვაქვს თასში მაკარონთან, ვამატებთ მაიონეზს, კარგად ამოვურიოთ და ამჯერადაც საიდუმლო ინგრედიენტია თვითონ კიდრის მწნილის
წყალი, ანუ ეს კიდრის მწნილის წვენი იდეალურია. აი მერწმუნედ ვინც მოამზადებს აუცილებლად დაამატეთ 1-2 ან 3 სუფრის კოვზი და ისე ამოურიეთ მაიონეზთან ერთად. ამ ორივე სალათის რეცეპტი მომცა ჩემმა კარის მეზობელმა. უღრმესი მადლობა ქალბატონ სილვიას ასეთი კარგი რეცეპტებისთვის, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებ. ასე გამოიყურება ჩვენი სალათები. მე კი აქ დაგემშვიდობებით. გიხდით უღრმეს მადლობას, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.